გიგაჭიკაძე საქმეში ბრუნდება. ერთ კვირაში 26 აპრილს, 27 აპრილს გამთენისას გიგაჭიკაძე ძალიან მაგარ ბიჭს დავით ონამას დაუპირისპირდება, სადაც ბუკმეიკერების აზრით მცირედი ანდერდოგიც არის, ანუ ონამა არის ფავორიტი ამ ბრძოლაში. ეხლა კი მინდა რომ დეტალურად განვიხილო ის, თუ რას შეიძლება ველოდოთ ამ ბრძოლაში. გიგაჭიკაძე ყველამ ვიცით როგორი სტილის მებრძოლია. ძალიან მაგარი კიკერია, ძალიან მაგარი სტრაიკერი არის, თუმცა მისი, ასე ვთქვათ, უარყოფითი მხარე ყოველთვის იყო ჭიდაობა და ჭიდაობის ცდილობდნენ მის განეიტრალებას. თუმცა, მოდი, იქიდან გამომდინარე, რომ დავით ონამაც სტრაიკერი არის, მოდი ჯერ ამ ორი ბიჭის სტრაიკინგი განვიხილოთ. არ მეგულება ამ დივიზიონში და ზოგადად UFC-შიც ძალიან რთულად მახსენდება მებრძოლი, რომელსაც გიგაზე ძლიერი დარტყმები აქვს ფეხით. როგორც გიგაზე ძლიერი, ასევე გიგაზე სწრაფი. ძალიან სწრაფი არის, დისტანციასაც კარგად აკონტროლებს, სართულებს ძალიან კარგად ცვლის, თუ დააკვირდებით, ხელით ბრძოლაც ძალიან დახვეწილი აქვს, განსაკუთრებით ბოლო ბრძოლის თავიდან რო უყუროთ ალენთან, ძალიან მაგარ პირდაპირებს უტარებდა და კარგად ჭრიდა ასევე კუთხებს. უბრალოდ გიგას მინუსი რაც არის, რის გამოც იგი რეალიზებას ვერ ახდენს თავისი უნარჩვევებისა, არის რამდენიმე მიზეზი. ერთი, იგი არის ძალიან ემოციური. აშკარა არის, რომ ყოველ ბრძოლას როდესაც გადის, ემოციები მასზე ზეგავლენას ახდენს და ყველას ცნობილია, რომ ემოციები არის პირველი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ძალიან დაიღალო. მეორე, იგი თითოეულ დარტყმებს იქნევს სანოკაუტად, იმისთვის, რომ თავი მოგაგლიჯოს, ან ღვიძლი გამოგიღოს და სადმე ახალ ხორცად ჩამოკიდოს და კილო-20-ლარად გაყიდოს, არ ვიცი. ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს გიგას და ცდილობს, რომ თითოეული დარტყმით მოკლას თავის მეტოქე. პირველ რაუნდში ეს ყოველთვის კარგად გამოსდის. თუ დააკვირდებით, გიგას ჩხუბებს პირველ რაუნდს ატარებს უმაღლეს დონეზე. ყოველთვის ახერხებს, რომ მოიგოს პირველი რაუნდი. უბრალოდ იმდენ ენერგიას დებს პირველ რაუნდში, რომ შემდგომ რაუნდებში უკვე იღლება. ეს დაღლა კი მასზე ახდენს რა უარყოფით გავლენას, იმიტომ რომ შემდგომ სისწრაფესაც კარგავს და რეაქციასაც კარგავს. მეორეს მხრივ კატარმა მოახერხა მისი დამარცხება იმის ხარჯზე, რომ იგი არ ამოასუნთქა, ანუ გამუდმებით დისტანციას უფარავდა, კრევის დისტანციაზე გადაყავდა ბრძოლა და ცდილობდა, რომ კიკის დისტანციაზე არ დამდგარიყო. თუმცა ეს ყველაფერი, რომ გააკეთო, მოითხოვს ძალიან დიდ ამტანობას. აქ დავით ონამას ეს ამტანობა. ეს უკვე მეორე საკითხია. დავით ონამას ბოლო ბრძოლები რო განვიხილოთ, მოდი უკანასკნელი ბრძოლა განვიხილოთ, სადაც რობერტ რომეროს დაუპირისპირდა და რობერტ რომერომ სხვა შორის ეს ბრძოლა ძალიან short notice-ზე აიღო და ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ონამას. ონამას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი, რაც მე თვალში მომხვდა და ჭიკაძესთვის ძალიან სასარგებლო იქნება ეს მინუსი, არის ონამას ძალიან წვრილი ფეხები. ჩემი აზრით, გიგამ აქცენტი არა თუ ღვიძლზე ან თავზე რაუნდის დასაწყისში მაინც, არამედ ფეხებზე უნდა გააკეთოს, ანუ ლოუ-კიკებზე. როდესაც მეტოქეს, ასე ვთქვათ, ფეხებს უზიანებ, მას ძალიან უჭირს შენი მოწნეხვაც, ანუ კრევის დისტანციაზე გადაყვანა ბრძოლის და ასევე ჭიდაობაც. ონამა აქცენტირებული მოკრივე არის, რომელიც ფიზიკურად ძლიერი ბიჭი არის და ჭიდაობასაც ცდილობს მაგის ხარჯზე. თუმცა რაღაც სასწაული მოჭიდავე არის თქო, მოგატყუებთ. ეს ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება კიდე იმ ფაქტორის გამო, რომ ონამა არ გამოირჩევა რაღაც სასწაული კარდიოთი. თუ სხვა ბრძოლებს ნახავთ, რომელიც იწელება ხოლმე, მაგალითად Nate the Train-თან, მეორე რაუნდში ონამა მოკვდა. თან მოკვდა ისეთ ბრძოლაში, სადაც პირველ რაუნდში Train-ი გაუშვა ნოკდაუნში, ანუ თავისი ბრძოლა მიდიოდა რა რეალურად. თუმცა მაინც მეორე რაუნდში ონამა იყო აბსოლუტურად მკვდარი. არა აქვს რაღაც სასწაული და გამორჩეული კარდიო, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდო არის ის, რომ კარდიოს ხარჯზე გადატეხოს გიგა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიგას დარბაზში შეუძლია 10 და მეტი რაუნდის ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებაც კი სპარინგების. მისი ფიზიომზადების ტრენერი არის იგივე ტრენერი, რომელიც არის დასტინ პორიესი. ინსტაგრამზე თვალს ვადევნებ ხოლმე და სულ უყურებ, რომ გიგას ძალიან მაგარი შედეგები აქვს ფიზიომზადების მხრივ, ანუ სხვადასხვა დავალებებს ძალიან მაგრად ართმევს თავს და უმოკლეს დროში. თუმცა აი ხო, რასაც ვამბობ ის არის რა, ემოციურობის ფაქტორი ერთი და მეორე ის, რომ 100%-ს დებს თითოეულ დარტყმაში.
ძალიან ბევრი მებრძოლის პრობლემა არის ეგ, რომ ცდილობს რომ ერთი დარტყმით გათიშოს ყველა, თუმცა გიგა თუ მოახერხებს იმას და იპოვის რაღაც ტემპს, რომელსაც გაყვება 3-ვე რაუნდის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, რომ საჩემპიონო ლეველამდეც კი ავა. იმიტომ რომ რეალურად გიგას გადაყვანასაც მაშინ ახერხებენ და კრივიზნისაციაზე ბრძოლასაც, როდესაც გიგა დაღლილია ხოლმე. უბრალოდ გიგა იწყებს ძალიან მაღალი ტემპით, პირველ რაუნდს იგებს და შემდგომ ამ ტემპს ამცირებს. და ეს არის ხოლმე პრობლემა. გიგა თუ იპოვის იმ ტემპს, რომელ ტემპშიც ჩაატარებს 3-ვე რაუნდს ძალიან კარგად, დარწმუნებული ვარ, რომ ონამას კი არა ძალიან ბევრ მებრძოლს დაამარცხებს. ონამას დამარცხები ძალიან საინტერესო რაღაც მოხდება ახლა. მოხდება ის, რომ ტოპებში დაბრუნდება გიგა და შეიძლება მეორე ტაიტლ რანიც ვიხილოთ. ილიამ ქამარი ვაკანტური გახადა 66 კილოგრამში. 66 კილოგრამი ცოტათი არეული არის, უნდა ვთქვათ. ვოლკანოვსკიმ ქამარი კვლავ დაიბრუნა. ძალიან ბევრი მატჩაპი არის, რომელიც შეიძლება ჩაინიშნოს და ძალიან სავსებით შესაძლებელია, რომ გიგასაც ტოპ 10-ის, ტოპ 5-შიც კი, ტოპ 5-ის მახლობლად რაღაც ძალიან საინტერესო და სანახაობრივ ბრძოლა ჩაინიშნოს, თუმცა ჯერ ონამას ტესტი გასავლელი არის და ყველას უნდა დაუმტკიცოთ, რომ კვლავ თამაშში ვართ. მოკლედ, ხო, სხვა ის თქმა შეიძლება. ონამა არის სტრაიკერი, მოკრივეა, ძალიან მძიმე დარტყმები აქვს, ხელებს უნდა ვუფრთხილდეთ, დისტანციაზე უნდა დავიჭიროთ აუცილებლად. ღვიძლს სხვათა შორის ძალიან კარგად ფარავს და ღვიძლის დარტყმის გატარება ცოტა გამიკვირდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გიგა, ყველა მიცის რომ გიგა ღვიძლს უტევს ხოლმე. ჩემი აზრით გიგამ ზუსტად ქიქებით მთელ ლეველები უნდა შეცვალოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას და ლოუ ქიქები ძალიან კაი სამიზნე იქნება ონამას წინააღმდეგ, იმიტომ რომ ძალიან წვრილი ფეხები აქვს და რომერომაც კი დაუზიანა მის უკანასკნელ ბრძოლაში ფეხები და ძალიან ბევრ ბრძოლაში უზიანდება ზოგადად ონამას ფეხები და დარწმუნებული ვარ, რომ გიგა საერთოდ დაალეწავს თუ მოინდომებს მაგას. თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ ონამა ხელწამოსაკრავია, ფავორიტიც ზუსტად იმიტომ არის, რომ ძალიან მაგარი ბიჭი და ძალიან მძიმე დარტყმელია, მაგრამ ჯერა რომ გიგა დისტანციაზე დატოვებს მას, გაანეიტრალებს მის კრივს და მის ფიზიკურად ძლიერ ჭიდაობის გაცვლებს და არ გამიკვირდება საერთოდ ნოკაუტიც რო იყოს, მას შემდგომ რაც ფეხს დაუზიანებს და შემდგომ სახეში გაუშვებს ძალიან ლამაზ კიქს. ნახოთ რა იქნება, მთავარი გამარჯვება არის და არა ის თუ როგორ დააფინიშებს მას, თუ როგორ მოუგებს, თავარია გიგას ხელი აიწიოს და წარმატებები ქართველ მებრძოლს აუცილებლად ძალიან გულშემატკივრობთ აქედან და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაბრუნდება ტოპ 5-ში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტაიტლ რანი მეორედ წამოვა გიგასგან, იმიტომ რომ გიგა არის ის ქართველი მებრძოლი, რომელმაც ქართული MMA, UFC-ში ცნობილი პირველად ზუსტად მან გახადა და ქართულ MMA-ზე ლაპარაკი პირველად ხმამაღლა ზუსტად გიგას დამსახურებით დაიწყეს. მოკლედ, სულ ეს იყო გიგას ბრძოლის გარშემო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ანალიზს დავდებთ და აბა დროებით.